ოცნება ისევ შეთქმულების თეორიებით საუბრობს. ოლიგარქის სანქცირების შემდეგ ივანიშვილის პარტიის პოლიტსაბჭო პირველ ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ისევ Deep State-ის კონსპირაციაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედს გამოთქვამს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი ოლიგარქიული გავლენებისა და Deep State-ის პრობლემას დაძებს. რეჟიმის სამიზნეა ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებს. თათია წოწონავა ჩაგორცება პირდაპირ ეთერში. ამ თემით გისმენთ თათია. ვინ ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია, როგორც ჩანს ამ საბჭოთა ფრაზით ხელმძღვანელობს ახლა ქართული ოცნება და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა დღეს პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული წერილით, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სრული ბოდვა და კონსპირაციების თეორია და მიზანმიმართულად ისინი ცდილობენ ამ განცხადებით, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, სხვადასხვა ქვეყნების, რომლებიც იღებენ ძალიან ხის გადაწყვეტილებებს ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. უნდა გითხრათ, რომ ეს განცხადება ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები არიან დასანქცირებული და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი ყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს დასანქცირებული, მას აქვს ფინანსური სანქციები და როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ძალიან ეშინია სამომავლოდაც ამ სანქციების და სწორედ ამ ფორმით ახლა ცდილობს ქვეყანაში ხალხში მოახდინოს დისკრედიტაცია ჩვენი პარტნიორების, ვინაიდან ცნობილია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში არის ერთი დოკუმენტი, აქტი, მეგობარი აქტი ინიცირებული, რომელსაც ქართული ოცნება ამ წერილში ტერაქტს უწოდებს და ასევე მეორე აქტიც, ქართული კოშმარის არაღიარების აქტიც ემზადება, რომ დარეგისტრირდეს უახლოეს დღეებში. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ემზადებიან ეროვნულ დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება და დაასანქცირონ ქართული ოცნების ლიდერები და ამ მხრივაც ქართული ოცნება იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლამდე ევროკავშირი არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და Deep State-ის პრობლემას დაძლევს. მოკლედ, ყველა ვინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს ოლიგარქიის პარტიის შეფასებით ამ წერილში ვკითხულობთ, რომ არის Deep State-ის წევრი, ანუ საერთაშორისო კონსპირაციის თეორიის, რომ თითქოს პარტნიორები არა თავისით იღებენ ამ გადაწყვეტილებებს, არამედ არსებობს რაღაც უხილავი ხელი, რომელიც მათ აღებინებს ამ გადაწყვეტილებებს და რეალურად ქართული ოცნება იქცევა სახელმწიფოებრივად. უნდა ითქვას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ამ წერილში, ძალიან ვრცელ წერილში, რომელსაც ავრცელებს ქართული ოცნება, სულ არის ლანძღვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების, რომლებიც დგანან საქართველოს გვერდით უკვე ათწლეულების განმავლობაში და ერთხელ არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც ოკუპანტი და ნამდვილი მტერი სახელმწიფო. ერთადერთხელ, როდესაც რუსეთზე საუბრობს ქართული ოცნება, აქაც ნათქვამია ის, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი, ანუ ქართული ოცნება ისევ საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მცირე ამონარიდი იმ სრული კონსპირაციის თეორიიდან, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ. უკლებლიw ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის Deep State-ის ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ჯო უილსონი არის Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვჯდის თუ არ ვიომებთ. ჯო უილსონის განცხადებები განსაკუთრებით მტკივნეულად აღვიქვეს ქართულ ოცნებაში და ალბათ ეს განცხადების ეს ბოლო ნაწილიც ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, ვინაიდან სწორედ ჯო უილსონი არის მეგობარი აქტის ერთ-ერთი მთავარი ავტორი დოკუმენტის, რომელიც არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის, არამედ ქართული ოცნების ყველა წევრის სანქცირებას ითვალისწინებს და სწორედ ის არის მთავარი ინიციატორი, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების სანქცირების, მათ შორის მას ჰქონდა მაიკ უოლსთან საუბარი სახელმწიფო მდივნობის მომავალ
კანდიდატთან საუბარი საქართველოსთან დაკავშირებით, მოკლედ ის აყენებს ყველა საქმის კურსში რა ხდება საქართველოში და ეს ყველაზე მეტად სტკივა ახლა ქართულ ოცნებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე წელია უკვე ქართული ოცნება აქტიურად მიმართავს კონსპირაციების თეორიებს. თავდაპირველად ჩვენ გვესმოდა საუბარი მითიურ გლობალურ ომის პარტიაზე, კონსპირაციის თეორიაზე, რომ თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. გლობალური ომის პარტია ახლა შეიცვალა Deep State-ით და ქართული ოცნება უკვე ახლა ამ ტერმინით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და ასე ვთქვათ შეცდომაში შეყვანას. ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ რეალურად ახლა ამ ქართულმა ოცნებამ ამ განცხადებით პირდაპირ თქვა, რომ ისინი დიქტატურას ამყარებენ ქვეყანაში, მათ შორის ნიკა გვარამიამ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ აირჩია ახლა იანუკოვიჩის გზა და დიქტატურა თავისით არ სრულდება, ამბობს ნიკა გვარამია. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას. ოცნებამ დღევანდელი პარანოიდული განცხადებით აირჩია იანუკოვიჩის გზა ურბანის კარის იდეოლოგების ბოდვით დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება. ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი. დიქტატურები თავისით არ სრულდება, დიქტატურებს ასრულებენ. დღევანდელი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება კიდევ ერთი ხაზგასმა იმის, რომ ქართული ოცნება არ აპირებს საქართველოს ევროპული გზით ტარებას. მან საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ მოგონილი ისტორიებით უღალატოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ასევე აშკარად ჩანს, რომ ისინი არიან პანიკაში და ცდილობენ საკუთარი ქმედებები გადააბრალონ ან გლობალური ომის პარტიას, ან Deep State-ს და გაამართლონ ის რეჟიმი, რა რეჟიმის და ადამიანის უფლებების დარღვევასაც ჩვენ თითქმის უკვე ყოველდღიურად ხვდებით საქართველოში. მათ ზუსტად იციან, რომ საერთაშორისო იზოლაცია გაგრძელდება და გაიზრდება მათ შორის წნეხი. არავინ არ აპირებს, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭოს ამ რეჟიმს, ეს მათ უკვე გააზრებული აქვთ, ეს დარჩება არალეგიტიმურ ხელისუფლებად და არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ არავინ არ მიანიჭებს მათ არანაირ ლეგიტიმაციას და განცხადება არის ერთგვარი მზადება ამისთვის, იმიტომ რომ მათ თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ 20 იანვრის შემდეგ მათ ერთადერთი რაც ელოდებათ არის კიდევ უფრო გაზრდილი წნეხი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ქართულ ოცნებას პირველ რიგში ასანქცირებენ გაყალბებული არჩევნების გამო. ისინი არ არიან ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები, ამით დავიწყოთ მათ ამ ქვეყანაში მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლება დღეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და ეს არის ამის შედეგი. ამასთანავე ქართულმა ოცნებამ აირჩია თავისი მოკავშირეები, ესენი არიან რუსეთი, ესენი არიან ირანი, ეს არის ჩინეთი, ეს არის ბელარუსი, რომელთანაც სუს შესაბამისი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამიტომ ქართული ოცნების მხრიდან რაიმე ტიპის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეს არის უბრალოდ სასაცილო. ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ დგას მავნე მდარე რუსულ პროპაგანდაზე, რომლის მიზანიც არის ამოუცნობი ყველასთვის შეუსმენელი და უხილავი მტრის ძიება, რომელიც ებძვის ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. დღეს გამოქვეყნებული ქართული ოცნების წერილი, ეს არის ოცნების ბოსების შიშების არაადეკვატურობის, ტყუილების წერილობით ერთად თავმოყრილი შესანიშნავი მაგალითი. ეს ტერმინი Deep State ქართულ ოცნებას ნამდვილად არ მოუგონია, აქამდე არაერთი შეთქმულების თეორიის მაგალითი გამხდარა და თავდაპირველად ეს ტერმინი მოდის თურქეთიდან და მათ შორის წინა პრეზიდენტობის და დონალდ ტრამპის განცხადებებშიც ისმოდა ეს ტერმინი და როგორც ჩანს ახლა ქართული ოცნება ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის შეთქმულების თეორიის მორგებას ცდილობს ტრამპისთვის გასაგებენაზე და სწორედ ამიტომ შეცვალეს და ახლა Deep State-ზე საუბრობენ და ახალ კონსპირაციების თეორიებს ავრცელებენ, თუმცა როგორც ჩანს ეს ქართული ოცნების ეს მცდელობაც არის ფუჭი, ვინაიდან ვიცით უკვე და ჯო ვილსონსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომელიც არის ტრამპის გუნდის აქტიური წევრი, მას აქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთთან და ირანთან მოკავშირე უხეირო დიქტატორებთან ნამდვილად არ იჭერს კავშირს და ამაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ მაგალითად ბაიდენის გარდამავალმა ადმინისტრაციამ დაუწესა ფინანსური სანქციები პირადად ბიძინა ივანიშვილს და რა თქმა უნდა გარდამავალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები შეთანხმებულია მომავალ ადმინისტრაციასთან და ამაზე მეტყველებს განსაკუთრებით ის, რომ რესპუბლიკელები განსაკუთრებით აქტიურად ითხოვენ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამგაცრდეს.